ნამდვილად არ ამბობენ, რომ იაპონელები ბრძენი ხალხია. სწორედ გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოვებულებს მიეწერებათ ისეთი ბრენდის შექმნა, როგორიც ნიკონია. 1917 წლის ივლისიდან მოყოლებული კომპანია სამყაროს ახალ-ახალ საოცრებებს ჩუქნის. მიუხედავად იმისა, რომ ბრენდი საქართველოში დიდი ხანია შემოვიდა, მისი ოფიციალური წარმომადგენლობა მობიში სწორედ ეხლა გაიხსნა. We've been around for a very long time. ჩვენ უკვე ძალიან დიდი ხანია ბაზარზე ვართ და ერთ-ერთი ტოპ ბრენდად ვითვლებით. ჩემი აზრით მომხმარებელს ყველაზე მეტად ჩვენი პროდუქციის მაღალი ხარისხი და დიდი არჩევანი ხიბლავს. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანია წარმომადგენლობის აქ გახსნა. It's important as a tool for photography. თუ რაიმე არ გაგვაჩნია და არის სპეციალური მომხმარებელი, რომელსაც განსაკუთრებული ობიექტივი ჭირდება, ან აქსესუარი ნიკონის, რომელიც ჩვენ არ გვაქვს მარაგებში, ამის შეკვეთაც შესაძლებელია და ჩამოტანა რა თქმა უნდა შეკვეთა. მაღაზია მობიში პროფესიონალებს თუ მოყვარულებს ნიკონის ნებისმიერი მოდელის ციფრული ფოტოკამერის შეძენა შეეძლებათ. არჩევანი საკმაოდ დიდია. სამოყვარულო ფოტოაპარატებით დაწყებული და ავტომანქანის ღირებულების საოცრებებით დამთავრებული. ნებისმიერი ფოტომოყვარული იქნება თუ პროფესიონალი, ნებისმიერი გემოვნების ფოტომოყვარულს დავაკმაყოფილებთ აქ ილოს სტორში. ექნება ფოტო აქსესუარებით თუ შესაბამისი დანიშნულების ნივთებით. ყველაზე ძვირიანი ამჟამად გვაქვს 10500 ლარის, მაგრამ ცოტა ხანში გვექნება 15000 ლარის ღირებულების ფოტოკამერა. მანქანა თუ ფოტოაპარატი? ფოტოაპარატი. მე მთელი ცხოვრება ვარ ნიკონის მომხმარებელი. შევიგულე ერთი ძალიან საინტერესო აპარატია, ახალი. ფასი მაინტერესებს. ფას ვერაფრით ვერ გეტყვი, კონფიდენციალურია, იმიტომ რომ შეიძლება გაგიჟდე ისეთი ძვირია. პროფესიონალი კონსულტანტები არიან, გირჩევენ და მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგია და მისასალმებელი. რა თქმა უნდა, ეგრეთ წოდებულ კენონისტებს ნიკონის წარმომადგენლობის გახსნა დიდად არ გაეხარდებოდათ. ეს ორი უკანასკნელი ხომ მერსედესის და BMW-ს არ იყოს, სამკვდრო სასიცოცხლოდ არიან ერთმანეთს გადაკიდებული. თუმცა იაპონური ბრენდის მოყვარულ მომხმარებელი თბილისში ბევრია. ასე რომ თამარაშვილის ქუჩაზე მობიში თქვენს ნებისმიერ სურვილს აასრულებენ.